ამელკა, გცალია? კი, TikTok-ებს უყურებ. დააგდე ტელეფონი და გარეთ გავისეირნოთ, ჯობია. გარეთ არ მინდა. კარგი რა, TikTok-ი ასად გაგექცევა. თან გარეთ ბოლოდ პირიდადებია. წამოდი ანა, არ უნდა, ნუ უნდა. კარგად გავისეირნოთ პარკში. გეწახმები. ცუდია რომ მალე აცივდება. ვერ ვიკმარე გარეთ გასეირნება. და ამელკა სად არის? მოიცა. ამელკა, შენ კიდევ ტელეფონში ხარ? მერე რა? რადა? უკვე 3 საათი გავიდა და შენ ტელეფონი ხელიდან არ გაგიშვია. რა მოხდა? რამდენი ხანიც მინდა იმდენი ხანი მექნება. არ გეშინია რომ ხედველობას გაიფუჭებ? რა დედასავით მელაპარაკები? ხედველობა ტელეფონისგან აფუჭდება. მე ვფიქრობ რომ ფუჭდება. ხოდა ვნახავთ. წავიდეთ, ივძდეს თუ არ დარდობს მის ხედველობაზე. გააჭირეს საქმე. ამელკა, ადექი. რატომ არ პასუხობ? ცოცხალი ხარ? მაცადეთ დაძინება. უკვე თითქმის საღამოა. გეყო ძილი. მოიცა. ისე მთელი ღამე ტელეფონში იყავი? და რა თქვენი საქმეა? შენ შევკვირდი რომ ჩვენთან ერთად სკოლისთვის ასასვრის საყიდლად წამოხვიდოდი. მართალია. კარგი, ავდგები. ჰეი, რა ხდება? რა მოხდა? ვერაფერს ხედავ. შენ გეუბნებოდით. ყველაფერი ტელეფონის ბრალია. და ახლა რა უნდა ვქნა? რას ნიშნავს რა უნდა ვქნა? სასწრაფოდ უნდა დაურეკოთ ექიმს. ან პირდაპირ საავადმყოფოში წავიდეთ. საავადმყოფო არა. ვერაფერს ხედავ. ეს სახუმარო თემა არ არის. ნარწმუნებული ვარ დროებითია და მალე დამიბრუნდება მხედველობა. მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო თუ ფიქრობთ რომ ამელკა საავადმყოფოში უნდა წავიდეს. მე ლაიქებს ვერ ვხედავ. ესე იგი საავადმყოფოში არ მივდივარ. მოდი, მაშინ მე მაინც შეგამოწმებ. აქ დამელოდე. მალე მოვალ. შენი ექიმი დღეისთვის მე ვიქნები. პირველ რიგში თვალები უნდა შეგიმოწმო. მოემზადე. შუქზე რეაქცია გააქვს. ახლა მოდი მხედველობა შევამოწმოთ. აბა მითხარი, რას ხედავ? მამონტს და 3 დინოზავრს. ეგრე არ გამოვა. აბა ამის გაკეთებას სცადე. აბა რამდენი თითია? 20? ცუდია. როგორც წინს ყველა საქმის გადადება მოგვიწევს, სანამ ხედველობა არ აგიდება. აბა როგორ მიდის საქმეები? ხედველობა აღდგება, მაგრამ მანამდე ამელკას სიწნარე ჭირდება. მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება, მაგრამ ექიმი უფრო მალე და კარგად დაგეხმარება თუ წახვალ. არ მიყვარს საავადმყოფოში სიარული. მირჩევნია დაველოდო. ამიერიდან დაფიქრდები ხოლმე, სანამ ტელეფონს გამოიყენებ. გაჩერდი რა, ისედაც არ ვარ ხასიათზე. ირჩევ დღეს არ გაგვაბრაზო. ფერი და ჩვენზე იქნები დამოკიდებული. ახან ექიმთან წასვლა არ გინდა. არ ჭირდებათ მენი დახმარება და არც ექიმის. ჩემით მივხედავ საკუთარ თავს. ამელკა, ძალიან გტკივა? არაფერია, კარგად ვარ. სადაა კარი? ნამდვილად არ გინდა ჩვენი დახმარება? ხომ გითხარით უკვე, ჩემით მივხედავ საკუთარ თავს. ჯოუს მაინც მივაქციოთ ყურადღება. იქთებ მარტომ ვერ გაართვას თავი. კარგად დაართმევს თავს. სახლის ყველა კუთხე კონტროლი იცის. ამელკა, კარგად ხარ? ხომ არაფერი მოიტეხე? ვიფიქრე რომ უფრო მარტივი იქნებოდა. მოიცა, მოდი, დივანზე დაჯექი. თორემ უფრო ავნებ საკუთარ თავს. ნუ მიმითითებთ. ჯობია რაიმე ჯოხი მომიძებნოთ, რომ ჩემით ვიარო. დიანა, შენ რაიმე მოძებნე. მე კი ამელკას დივნამდე მივიყვან. სანამ ჯოხი არ გექნება, მამამდე მეც აგიყვან. კარგი. ჰეი, ამელკა, ნახე რა მოგიტანე. რანაირად შეხედავს? ის ხომ ვერ ხედავს? უი, სულ დამავიწყდა, მაგრამ არა აუცილებელი. აი რა ვიპოვე. აი ეს საერთოდ რა არის? ჯოხს საერთოდ არ გავს. ცადი აბა, ვფიქრობ ჯოხს ცუდი არ იქნება. არა, ეს ნამდვილად არ გამოდგება. აბა ეს სადე. ეს რა არის? ეს მონდი გამოდგება. იატაკს მაინც მოწმენს. არა, სასაცილო დიანა. მე საერთოდ არ ვხუმრობ. წამოდი, დივანთან წაგიყვან. მალე დავბრუნდები. დიანა, გრძნობ როგორ მიქნევ ხელებს ჩემი სახის წინ. არა, მოგეჩვენა. მართალია ვერ ვხედავ, მაგრამ შტერი არ ვარ. ვიპოვე, ვფიქრობ გამოდგება. აი, აბა სადე.
სწავლა მომიწევს, მაგრამ ამ ჯოხით უფრო კარგია. მე ჩაის მომამზადებ სენდვიჩებთან ერთად. გაგიკეთო? ჩემით გავიკეთებ. ო, მართლა გოგოებო, მითხარით წერილებს რომ მოიტანენ. კარგი. თუ გინდა სენდვიჩების გაკეთებაში დაგეხმარები. უკვე შევერშვია მხედველობის გარეშე ყოფნას. ჩემით გავაკეთებ. ო, აი პურიც. კარგი, ახლა соуსი. ო, და აი ძეხვიც. აი, სენდვიჩიც მზადა. თქვენ კი ეჭვი გეპარებოდათ. ჩვენ არ გვეპარებოდა შენში ეჭვი. გებრიდელი გამოვიდა. ახლა შევჭამ და მე მაღაზიაში წავალ. რანაირად წახვალ მაღაზიაში? შენ ხომ ვერაფერს ვერ ხედავ? ო, ეს ჯოხი პროდუქტების არჩევაში ვერ დაგეხმარება. მაღაზიის ყველა სექცია ზეპირად ვიცი და ჩემს საყვარელ პროდუქტებს თვალდახუჭულიც კი ვიცნობ. და ქუჩაში როგორ აპირებ სიარულს? GPS-ით. მე ტყვის სად უნდა წავიდო და სად უნდა შევუხვიო? ისე მაგარი იდეაა. უბრალოდ ჩართეთ GPS-ი და მე წავალ. გონი ჩავთე. კარგი, ახლა წავივარჯიშოთ. სამზარეულოში წამიყვანე. პირდაპირ იარე და შემდეგ მარსზე მიმრუხვიე. იმაზე მარტივია, ვიდრე ვფიქრობდი. მუშაობს. ამელკა, ეს სულ ვერ მოგეხმარება. ექიმთან მაინც ვილა წახვიდე. აღარ გამაგონოთ ექიმის ლაპარაკი. კარგი. ახლა კი აბაზანაში წამიყვანე. პირდაპირ იარე. შემდეგ 20 საფეხური აიარე კიბეზე. შემდეგ ისე პირდაპირ და მარცხნივ. 7 8 9 ჩემი აზრით ყველაფერი კარგად მუშაობს. მაღაზიაში წასვლას შემიძლია. ახლა ყველაზე ახლო გზა მიჩვენე მაღაზიამდე. წინი არე 2 მეტრი, შემდეგ შემოbrunდი დასავლეთით და პირდაპირ არე 2 კილომეტრი. ჰეი, უფრო მარტივად არ შეიძლება? არ შეიძლება. და იქნებ გაზო რამენაირად კვირეულის გარეშე, GPS-ის გარეშეც მოვძებნი გზას. 100 ჯერ მაინც წავსულო რამ მაღაზიაში. გოგოებო, რას დავაბიჯე? კარგი, ჯობია რომ არიცოდე. შენ რა, ძაღლს ისე ორჯერ აჭამე? არ შემიძლია არ ვაჭამო, ისე მიყურებს ხოლმე. მეწოდება. ო და ახლა შენით მოწმინდე და ამელკას ფეხსაცმელების გაურეცხე. წამოდი ამელია. საერთოდ დამავიწყდა. TikTok-ი უნდა გადავიყო. რატო? TikTok-ი ხომ მოიცდის? არა, TikTok-ის გადაღება ყოველდღე საჭიროა. TikTok-ის გადაღება კი არა, ექიმთან წასვლა გჭირდება. ნუ მაღიზიანებ, მორჩა, წავედი გადასაღებად მოვემზადო. მოიცა, სარკესთან რატომ მოვედი, თუ მაინც ვერაფერს ვერ ხედავ. ეს რა არის? როგორც ჩანს, თვალის ჩრილია. კარგი. იმედია მომიხდება. ო, და ეს ტუჩის ფანქარია. ხოლო ჰაილაითერის გაკეთება გადამრჩა. სად ვარ? ახლა შემიძლია გადაღება დავიწყო. ამელკა, რა დაგემართა? არაფერი, TikTok-ის გადასაღებად მივდივარ. ო, წარმატებები მაშინ. რატომ არ გამოდის? ჩემით ნამდვილად ვერ ვიზამ. გოგოებისთვის დახმარების თხოვნა მომიწევს. გოგოებო, თქვენი დახმარება მჭირდება. აქ თხოვდით, მაგრამ არაფრის თქმა. ისედაც დაგეხმარებით. კარგი, მაშინ გადაღებაში დამეხმარეთ. კარგი, ჯერ სახის დაბანა მოგიწევს, თორემ საშინლად გამოიყურები. მე მანამდე ტელეფონს მომამზადებ გადაღებისთვის. ამელკა, ახლა ხილაკს დავაჭერ და 3 წამში გადაღება დაიწყება და საით ვიყურო? ყველა შეამჩნევს რომ ბრმა ვარ. იდეა მაქვს.
ასე ჯობია. კარგი, ახლა შეგვიძლია დავიწყოთ. ვფიქრობ, ამელკას გამომწერებს მოეწონებათ. დაიჩინებენ მაინც. მორჩი, შეგიძლიათ რომ გამორთოთ. ძალიან მაგარი გამოვიდა. გოგოებო, კი მსხვენიათ ხოლმე, მაგრამ შეგიძლიათ ვიდეო დაამონტაჟოთ? კარგი, მე დავამონტაჟებ. დღეს რაც მოგინდება შეგიძლია გთხოვო. რაც გინდა გითხარი. ყველაფერს გავაკეთებთ მე და დიანა. ოღონდ შენ გამოკეთდე. რასაც მინდა იმას? რა თქმა უნდა, შენ ხომ ჩვენი მეგობარი ხარ. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. დღეს სილამაზის სალონში მინდოდა წასვლა, მაგრამ იქნებ თქვენ მომიწყოთ სალონის სახლში? რამის მოფიქრება შეიძლება. წავალ, შევხედავ რა გვაქვს. შესანიშნავია, მე ვიდეოს დასამონტაჟებლად წავალ. ახან გოგოები მზად არიან ყველაფერი შემისრულონ. ესე იგი შეიძლება რაღაცეები გავაკეთებინო, ხო? დაჯექი. ვარსნლობის, მაკიაჟის და რაღაცეების გაკეთებაში დაგეხმარები. ალისა, შენ მანიკურის კურსებზე დადიოდი, ხო? კი. გამიკეთებ მანიკურს? კი, მაგრამ საერთოდ სხვაგან მაქვს ლაკი და რაღაცეები. აქ არა. ხოდა წადი. რა იყო, არ გეცოდები? ჩემით წავიდოდი სალონში, მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავ. კარგი, წავალ. სად მიდის? მალე დაბრუნდება. მანამდე წამიკითხე რამე. ხომ იცი, ხმამაღალ წაკითხვა არ მიყვარს. ჩემით წავიკითხავდი, რომ შემძლებოდა. კარგი, წაგიკითხავ. აღარ გინდა, გადავიფიქრე. გამახიზიანებელი ხმა აქვს. რა? ეგრე დაწერეს TikTok-ზე კომენტარებში. ეგენი ჰეითერები არიან. უნდა მოусმინოთ ჩემი TikTok-ის აუდიტორიას. მანამდე მაკიაჟი გამიკეთე. კარგი. ისე დავიღალე. მაგარია. ვაუ, იქნებ გეყო მასაჟი? კიდევ ცოტაც რა. და კიდევ რამდენი ხანი? უკვე 1 საათია რაც გიკეთებ. ხელები დამეღალა. ჯერ ფეხები არ დაგიმასაჟებია. ცოტას მაინც დავისვენებ. არა. როგორ ხარ ამელკა? ხომ არ დაგავიწყდა? დაურმავდი. და როგორ უნდა ვიყო? მაპატიე. არ მინდოდა შენი წკნინება. ჯობია მანიკური გამიკეთო. მიდი. კარგი. რომელი ფერი გინდა? გვაქვს წითელი, მწვანე და იასამნისფერი. წითელი მინდა. კარგი. დარწმუნებული ხარ რომ წითელია? კი. რატომ მეკითხები? მალინისფერი არ არის? ალისა, ერთი წამით ცალია? რა იყო? სად არის ჩემი მალინისფერი ლაკი? ალისა, არ გონია რომ ამელკა თავზე გვაზის? არა, მას ხოლმე დახმარება სჭირდება. მე მგონია რომ ის შექმნილი სიტუაციით სარგებლობს. ეგრე გონია? კი. სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ ეკიმთან, რომ მალე მოარჩინოს. მაგრამ ხომ იცი რომ ეკიმთან იგი არ წამოყვება. იქნებ ჩვენი თუ მკურნალოთ რამენაირად? კარგი იდეაა. საავადმყოფოში წავალ და ეკიმს შევეკითხები, რა სწავლებია საჭირო. მე მანამდე ყურადღებას გადავატანინებ ამელკას. აბა, დღეს მექნება მზად მანიკური თუ არა? ძალიან დაბღალე უკვე. ეგრე თუ გააგზელებ მოქცევას, ეკიმთან წახვალ. ვერ დამაძალებ. კარგი. მალე დაბრუნდება ალისა და მოგარჩენს. ასე რომ მოემზადე. რა? არ მინდა. შენ არავინ გეკითხება. ჰაჰა, გაიკეცი, შორს ვერ წახვალ. მოვიტანე, მე წამანი მაქვს. სად არის ამელკა? სად არის და? წამალზე უთხარი და გაიქცა. სად გაიქცა? არ ვიცი. დიდი ხნის წინ გაიქცა? სადღაც 1 საათის წინ. დიანა, შენ ხო ყურადღება უნდა მიგექცია. კარგი რა, დამშვიდი. რა უნდა მოუვიდეს? ჩქარა წავიგეთ მოსაზებნად. ამელია. სად არის? არსად არა. იქნებ სახლიდან გავიდა და დაიკარგა? არ დაპანიკდე. სამი აქვე იქნება. ჩქარა, გარეთ დავიდეთ. ამელია. ამელთა გამოდი. ვიცი რომ სადღაც ახლოს ხარ. იმედია ვერ მიპოვიან. ამელია, გამოდი. ჩვენ შენი დახმარება გვინდა. კი, გპირდები რომ წამალი გიშველის. ის ეზოშიც არა. ქუჩაში გასვლა მოგვიწევს. ნამდვილად 100 წელი დაგჭირდება მის მოსაზებნად. რა მოხდება თუ მას რაიმე დაემართა? მეგობრებო, იქნებ თქვენ დაინახეთ ამელკა? თუ დაინახეთ და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ჩვენ კი მის საკონელად წავედით. ნახვამდის ყველას.